გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ ეხლა შევარჩი ესეთი თემა სასაუბროთ, ეს არის ფსევდო გადმოცემები, რომლებმაც ფესვი გაიდგა ძალიან ეკლესიის წიაღში და იმდენად გადგმული აქვს ფესვი, რომ აი ლამისა დოგმატის რანგში არის უკვე აყვანილი და აი როგორც ბატონმა ედი შერჭელიძემ ჩემმა ლექტორმა წაუმძღვარა თავის წიგნს წითელი კვერცხის შესახებ, ხო? თუ არ ვცდები იმისი არის, რა ქვია, ერთ-ერთი ათენელი მამის არისტიდე ათენელის მე მგონი აღარ მახსოვს, ერთ-ერთი ათენელი ეპისკოპოსის ესე იგი წანამძღვრებია ესეთი, რომ მოხდება ხოლმე ისე, რომ იმდენად თანაშეეზრდება ეკლესიის სწავლებას რამ მითი, ლეგენდა, რომ მისგან განთავისუფლება ძალიან რთული არის ხოლმე შემდეგ და აი ამ თემაზე მინდა ვისაუბრო ეხლა, რომ ესეთი მითები, ესეთი მითოლოგიური გადმოცემები უფრო მეტად აზიანებს ეკლესიას ვიდრე რაიმეს რგებს. და ერთ-ერთი არის აი წმინდა სპირიდონის სასწაულთან დაკავშირებით, თუ როგორ მოუჭირა მან აგურს ხელი და პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, სადაც არიოზის მოძღვრება განიხილებოდა და როგორ ასე ვთქვათ ავარდა ზეცაში, ესე იგი, ცეცხლი, წყალი დაბლა ჩამოვიდა და ხელში შერჩა თიხა. აი ესეთი სასწაულს ყვებიან, ხატებზეც გამოისახება აგურით ხელში წმინდა სპირიდონი, ტრინიფუნტელი და აი ამბობენ, რომ ეს არის, ესე იგი, სასწაული, რომელთაც წმინდა სამების დოგმატი, ასე ვთქვათ, იქადაგა წმინდა სპირიდონმა სასწაულებრივად. ნუ ეს არის აი აბსოლუტურად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ესეთი ეს სწავლება, იმიტომ რომ ერთ-ერთმა მღვდელმა მითხრა, რომელიც თესალონიკში იყო, მოგეხსენებათ, წელს შესრულდა 1600, ხო? 1600 თუ 1700 წლისთავი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გამართვიდან 325 წელს გაიმართა, ხო, ნიკიაში. და ნუ მოკლედ, ესე იგი 1600 წლისთავი, ხო? და ნუ მოკლედ იყო იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ 1600 თუ 1700. ხო, ნუ ცოტა მათემატიკაში მოვიკოჭლებ ბავშვობიდან, მოიქ თქვენ გამოითვალეთ. მაგრამ საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ბერძენი პროფესორი წამოდგა და პირდაპირ უთხრა ეგ შეკრებილ მღვდელმთავრებს და ასე შემდეგ, რომ ეს არის მითი, აბსოლუტური მითი, იმიტომ რომ ვერანაირად, ესე იგი, ვერ მოხდებოდა ესეთი ფაქტი იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა სამების დოგმატი საერთოდ არ განიხილებოდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ეს იყო ქრისტეს თანაარსობის, ანუ მარადიულობის და მამის ერთარსობის, ასე ვთქვათ, დოგმატის ჩამოყალიბება. ომოუსიოს, ბერძნულად ესე ქვია, ომოუსიოს არის, ანუ თანაარსი, ერთარსი და ეს განიხილებოდა რამდენად არის თანამარადიული მამასთან ერთად და არა შეუქმნელი, ანუ ქმნილება არ არის ქრისტე. აი ამაზე მიდიოდა მსჯელობა, არანაირი ტრინიტარული დავები პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არ ყოფილა. და ეს ოდნავ მაინც ვინც იცის ეკლესიის ისტორია, ვინც იცის თეოლოგია, ამაში დამერწმუნება, იმიტომ რომ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების დამთავრებისთანავე ეს ტრინიტარული დავები კიდე ერთხელ რამოდენიმე ხნის განმავლობაში წარმოებდა და აი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება რის გამო შედგა, ხო, რომ მაკედონიოსი გამოჩნდა, რომელიც ქადაგებდა, რომ სულიწმინდა არის ქმნილება, ანუ სულიწმინდის ღმერთობასაც უარყოფდა. ამიტომ ტრინიტარული დოგმატი ჩამოყალიბდა ცოტა გვიან. კონსტანტინოპოლის, ასე ვთქვათ, ეფესოს საეკლესიო კრებაზე 431 წელს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაბეჭდა, დაადგინა და დაბეჭდა, რომ წამსი, ესე იგი, მამა არის უშობელი, ძე არის შობილი და სულიწმინდა არის გამომავალი მამისაგან. აი ეს წამსი, რომ აღარაფერი აღარ უნდა შეცვლილიყო ამაში და პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, რომ ყოვლადწმინდა სამების დოგმაზე და ასე შემდეგ. აქ იყო ქრისტე ქმნილება არის თუ არ არის. ომოუსიოსი არის მამის თუ არ არის, ანუ თანაარსია მამის თუ არ არის. ამიტომ ეს რომ აი ბერძენ ჟურნალიმას თეოლოგს უკითხავს, რომ აი რა დამტკიცდა ამითი, რომ ამ სასწაულით რა დამტკიცდა, რომ დაუშვათ ხელი მოუჭირა აგურს და ზევით ავარდა ცეცხლი, დაბლა ჩამოვიდა
წყალი და ხელში შერჩა თიხა. აი ამით რა დაამტკიცა. აი ეს მამა, ესე იგი, უშობელი როა და ძეროშობილია და სულიწმინდა რო გამომავალია სამების დოგმატი ამითი როგორ დამტკიცდა და აი იქ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა თეოლოგებმა ვერაფერი ვერ გასცეს პასუხი. იმიტომ რომ ჯერ ერთი სამების დოგმატს აგურით ნამდვილად ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ეგვიპტის ფარაონს ისეთი ჯადოქრები ყავდა, ეს სასწაულით კი არა, სასწაულებით საერთოდ არასდროს ეკლესიის მამები არასდროს არ ამტკიცებდნენ სასწაულებით, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებას, არასდროს. აი პოლემიკა, როდესაც მიდიოდა საღვთისმეტყველო პოლემიკა, ის რომ ეხა ეფემია ყოვლადქებულს დაუდეს მრწამსი და ფეხებთან დახეული მრწამსი დახვდა იქ ნესტორიანული და რაღაცა ისინი არის გამონაგონი. რეალურად კრება, როდესაც იმართებოდა, მიიღებდნენ დადგენილებას და საღვთისმეტყველო დისპუტებში და ამებში მონაწილეობით უმტკიცებდნენ, რომ აი ტრაქტატებს წერდნენ, მაგალითად ათანასე ალექსანდრიელმა დაწერა ტრაქტატი არიანელთა წინააღმდეგ, ხო? და იქ მოყავს იგავთა წიგნიდან, რომ დასაბამში ღმერთმა ვიდრე და იმას ღმერთს ყავდი თავისთან, ვიდრე ყველაფერს დააფუძნებდა და მე და მამამ შევქმნით ყველაფერი ეს იგავთა საკითხავში რო არის. აი ესეთი რაღაცები მოყავდა ძველი აღთქმიდან, აი ფსალმუნიდან მაგალითად რომ ესენი მოყავს ათანასე ალექსანდრიელს, რომ ესე იგი 103 ფსალმუნში არის, მე მგონი 103-ში არის, თუ 152 ზუსტად აღარ მახსოვს, ესე იგი სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნენ და ყოველივე მათი ესე იგი ძალი მათი. ანუ უფლის სიტყვა არისო იესო ქრისტეო, ესეც იწოდება იოანეს სახარებაში და ამიტომ აი იმითი უმტკიცებდა, რომ სიტყვა შეუძლებელია ქმნილება იყოს, იმიტომ რომ თუ ღმერთს სიტყვა არ გააჩნია, ის თვითონ ქმნილებაა. ღმერთს აუცილებლად თავისი სიტყვა აქვს და თავის ჰიპოსტასური სიბრძნე ეწოდება, ხო ქრისტე არის მამის ჰიპოსტასური სიბრძნე. და თუ ღმერთს სიბრძნე არ აქვს, ესე იგი რა იყო დრო, როცა ღმერთს სიბრძნე არ ქონდა, ესე იგი გამოდის რომ ისაც არ ყოფილა, მამაც არ ყოფილა ღმერთი და აი ათანასე უმტკიცებდა როგორ რომ მამა იმიტომ არის მამა, რო ყავს ძე, თუ მამას ძე არ ეყოლება, ის მამობის თვისებასაც კარგავს, იმიტომ რომ მამა მაგითო არის მამა, რომ ძე ყავს. ანუ მამის ძის უარყოფლები ავტომატურად მამასაც უარყოფთო. აი ესე უმტკიცებდა, ანუ სილოგისტური რაღაცა ესეთი წმინდა წერილიდან, ფილოსოფიური იმიდან, აი ესეთი რაღაცა ფილოსოფიური, აზრობრივი კამათით იმითი უმტკიცებდნენ ესეთი. თუ გამოხვედი და ზეციდან ცეცხალი ჩამოიტანე და დაწვიდა, როგორც ელიამ ჩამოიტანა ცეცხალი და გაანადგურე, ამითი ამაზე ადვილი დამტკიცება არაფერი არ არის და ღმერთი სასწაულებით არასდროს არ უმტკიცებს ადამიანს, ხო? ქრისტე რას ეუბნება, რომ გვიჩვენეო სასწაულიო და გირწმუნებთო. ქრისტეს რა არ შეეძლო, რომ სასწაული მოეხდინა და ისე დაეჯერებინათ, მაგრამ ქრისტე არ ძალადობს. გახსოვთ დოსტოევსკი რას ამბობს ძმებ კარამაზოვებში, რომ შენ არ ჩამოსულ ხარ ზეციდან, შენ არ ჩამოსულ ხარ ჯვრიდან, როდესაც გიყვიროდნენ იხსენი თავი შენიო, რადგან შენო გაცნობიერებული ადამიანის ერწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულის ძალით დამონებულიო. თუ სასწაული მოუხდინე და ყველაფერი ყველა ირწმუნებს მაშინ. ქრისტესაც შეეძლო, რომ ისეთი სასწაულები მოეხდინა, რომ ერწმუნათ. ჯვარიდანაც გადმოსულიყო შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა, იმიტომ რომ რწმენა უნდა იყოს გულიდან გამომდინარე და არა სასწაულებიდან გამომდინარე. ამიტომ ღმერთი არიოზის თავისუფალ, მწვალებელი არიოზის თავისუფალ ნებაზეც არ იძალადებდა რა. ქადაგებდა არიოზი იმას? უქადაგებდნენ, ეტყოდნენ, რომ ესეა, არ დაიჯერეს და განკვეთა ეკლესიამ, ხო არიოზი. ამიტომ ესეთი რაღაცა რომ აი აგურს ხელი მოუჭირა და იქ ცეცხლი ავარდა და ის ჩამოვარდა და რაღაცა სისულელეები, ეს არის აბსოლუტური ბოდოა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სამების დოგმატი არ განიხილებოდა. არ განიხილებოდა ქრისტე არის თანაარსი მამის თუ არ არის. სამების დოგმაზე საერთოდ არ იყო აქ ლაპარაკი. და მით უმეტეს მოგვიანებით იყო კიდე წმინდა სამების მესამე პირზე, სულიწმინდაზე იყო თუ არა ის ქმნილება და ეს უკვე მაკედონიოსმა შემოიტანა, ხო? და ბასილი დიდმაც კი დაწერა ტრაქტატი სულიწმინდის შესახებ, ხო? ბასილი დიდი 369 წელს გარდაიცვალა მოგეხსენებათ, მაგრამ ნუ ბასილი დიდი უკვე მოგვიანო თაობა არის. აი უკვე არიანელობა მინავლებული იყო, ისეთი იმითი არ იყო. თელი ფაქტიურად თელი ეს არიანელობის ხილება ითვირთა ათანასე დიდმა ალექსანდრიელმა. და ბასილი დიდი და გრიგორი ღვთისმეტყველი უკვე მოგვიანო თაობა არის, უფრო მე-4 საუკუნისკენ იხრებიან. მეორე ნახევარია უფრო მე-4 საუკუნის, მე-5 საუკუნისკენ იხრებიან უფრო სწორედ.
ნუ 379 წელს გარდაიცვალა და გრიგოლ ღვთისმეტყველი თუ არ ვცდები 394 წელს, მაგრამ უფრო მეორე პერიოდის, მეოთხე საუკუნის მეორე პერიოდის მოღვაწეები არიან და ძირითადი თელი თავის სიმძაფრით არიანელობა იყო მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში. ნუ ნაწილობრივ მეორე ნახევრის რაღაც წლებშიც. ნუ ეს მაკედონიანელობაც რეალურად არიანელობის ნაირსახეობა იყო. ანუ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს აგურის ხელის მოჭერა და ცეცხლის ავარდნა და რაღაცეები. ხა მეორე არის კიდე წმინდა ნიკოლოზის მიერ არიოზისთვის სილის გაწუნა. ეს ტყუილია, იმიტომ რომ ჯერ ერთი სიების, სადაც არის ნახსენები ეპისკოპოსები, ვინ ესწრებოდნენ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას, ამისი არსებობს რამოდენიმე რედაქცია. რო ამბობენ, რომ 78 მამა იყო, ეს არის აბრაამი რო დაედევნა ლოტის შემპყრობებს 78 კაცით, სახლი კაცით. აი იმ ციფრთან უნდა თუ აი ბოლოტოვი არის ვასილი ბოლოტოვი, იმის წიგნში წერია, რომ იმასთან უნდა რომ ასოციაცია მოახდინონ 78 მამასთან, 78 ჯარისკაცთან აბრაამის და ამიტომ ამბობენ ამრგვალებენ 78-ზე, თუ შეიძლება 200-იც იყო, ან 400 იყო. ზუსტი რიცხვი კაციშვილმა არ იცის. კიდე ერთხელ ვამბობ, არსებობს რამოდენიმე რედაქცია. აი ხა მაგალითად ერთ სიაში წერია, რომ ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე იყო საქართველოსთან ერთადერთი, სხვაგან წერია, რომ დომნეც იყო. ანუ ორი ეპისკოპოსი იყო საქართველოსთან და ნუ აი იმდენად არეულია ეს სიები, რომ ერთიანი სია ვინ იყო და რამდენი მამა ესწრებოდა, არავინ არ იცის და ამ სიებშიც მოგვიანო სიებში, აი ყველაზე გვიან სიებში არის წმინდა ნიკოლოზი შეტანილი და დიდი ალბათობით წმინდა ნიკოლოზი საერთოდ არ ესწრებოდა ამ კრებას. დიდი ალბათობით. და მეორეც ერთი წმინდა ნიკოლოზის ტროპარში წერია, ხო, კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა. ანუ სიმშვიდის ხატიო ეს კაცი არის იმითი ცნობილი, რომ ყველაზე მშვიდი ადამიანი იყო და ამათ გამოიყვანეს თავში კვერთხი ჩაარტყაო, ზოგმა სილა გაარტყაო, ზოგმა რა ვიცი, პანჩური ამოარტყაო და არ ყოფილა ეს წმინდა ნიკოლოზი ეგეთი. პირდაპირ ესე იგი თავის სიმშვიდით იმდენად ის იყო, რომ 1000 ტროპარი მაქვს წმინდანების საკითხული, მაგრამ კანონად სარწმუნოებისა ხატად სიმშვიდის, ანუ ყველაზე მშვიდი ადამიანი იყო და სილა გაარტყაო და რაღაცა სისულელეები არის მოგონილი, ხო? ერთი ხატზე გამოსახავენ წმინდა ნიკოლოზს მიტრით და ომოფორით და მიტრა და ომოფორი წმინდა ნიკოლოზის დროს არ არსებობდა. ეს 1453 წელს თურქებმა რო აიღეს კონსტანტინოპოლი, ეს იყო მეფის რეგალიები, გვირგვინი და დესპოტოს არის ბერძნულად მეუფე, ანუ მეფე იგივე. ისპოლაეტი დესპოტა ამას ეუნებოდნენ ბიზანტიის იმპერატორს. და ის ორთავიანი არწივიც, რომელზეც დღეს ეპისკოპოსები დგებიან, ეს იყო ვასილევსის, ანუ ბიზანტიელი იმპერატორის დასადგომია. მეფე დგებოდა ხოლმე ამაზე, ის კვერთხიც, რომელიც ეპისკოპოსს უჭირავს, ესეთ ბიზანტიის იმპერატორის იყო. ანუ კვერთხი, მიტრა და ასე შემდეგ, ეს შემოდის უკვე საკოსი და დანარჩენის მეწამული ფერის ის იყო სუფთა ბიზანტიური ისენი. ამიტომ ეს არის მე-15 საუკუნემდე მიტრა ეკლესიაში ესეთი რაღაც არ არსებობდა. ნუ სიმბოლურად გამოიხატება, მაგრამ ტყუილი გამოიხატება ხატზე. წმინდა ნიკოლოზის დროს მიტრა ნამდვილად არ არსებობდა და არც ომოფორი და არც კვერთხი. ხო, კიდე არის ესეთი გადმოცემა, წმინდა სერაფიმე საროველი აჭმევდა დათვებს. ესეც ტყუილია. იმიტომ რომ მატრონა პლეშეევა არის ესეთი მონაზონი იყო, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ არანაირი დათვი წმინდა სერაფიმესთან არ მინახავს. ეს არის ჩემი მოგონილი და ერთმა რუსმა კოლევარმა გამოსცა კიდევაც წიგნი მითხრებით. და იქ არის არაერთი მითი, მაგალითად ის რომ სერაფიმე საროველი მკვდრეთით აღდგება. ეს იყო ნიკოლაი ის რო ყავდა, რაგვარი იყო. დამავიწყდა. ნუ მოკლედ ფსიქიურად ავანტყოფი იყო ეს კაცი და დაყვებოდა და 1000 რაც ესე იგი ტვინში მოვიდოდა და ყველაფერს გადაგებდა და ნუ აი ესე წმინდა სერაფიმე საროველზე იმდენი მითები არის რომ რო გაწმინდო ის მითები და ისა არაფერი აღარ დარჩება მისი ცხოვრებიდან რეალურად. მე მის წმინდანობაზე ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ ფაქტს ვიძახი რომ ძალიან ბევრი რაღაცეები არის ასე ვთქვათ არასწორად გაგებული. ისევე როგორც წმინდა გიორგის გველეშაპი პირდაპირ მნიშვნელობით არ მოუკლავს. გველეშაპი არის პერსონიფიცირება ბოროტებისა, ხანდახან დიოკლეტიანე გამოისახება ხოლმე გველეშაპის ადგილას და ხან გველეშაპი იყო ბოროტების, სიბოროტის რომ ბოროტება განგმირა წმინდა გიორგიმ, აი ამას განასახიერებდა. მაგრამ დაიწერა ცხოვრებები, სადაც წერია თითქოს წყალს არ აძლევდა ეს დრაკონი და წმინდა გიორგიმ მოკლა და იქ გოგონა დაიხსნა და რაღაცა აბსოლუტური ისენი. ამიტომ ჩვენ ქრისტიანები, როდესაც ვართ, არ შეიძლება ჩვენ რომ ჩვენი სარწმუნოება ლეგენდებისგან არ გავწმინდოთ. აი მაგალითად არსებობს ესეთი წიგნი წმინდა დიმიტრი როსტოველის სენაკის მემატიანე. ამ სენაკის მემატიანეში ისეთი სისულელეები წერია, ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან რო წაიკითხო, შეიძლება გაგეცინოს.
მაგალითად წმინდა დიმიტრი როსტოველს ჯეროდა, რომ არსებობდნენ ციკლოპები, ცალთვალა არსებები, რომ არსებობდნენ ნევნები, ესე იგი ესეთი ისენი სირინოზები, სენაკის მემატიანეში წერს და ერთ-ერთ წმინდა მამამო ისიც კი იხილავ, აი კენტავრი ხო, ცხენი და კაცი რო არის ნახევრად და თქვენო ნუ შეგეშინდებათო ისა, ნუ შეგეპარებათო ეჭვიო ამაშიო, რომ კენტავრები ნამდვილად არსებობდნენო. ერთმა წმინდა მამამ იხილაო და რო უთხრაო ისაო, საით წავიდაო კენტავრმა ხელით მიანიშნაო, რაღაცა ესეთი რაღაცა უწერია. ძალიან დიდ იმას, ნუ დაბადების წიგნის განმარტებაა ეს რეალურად ეს სენაკის მემატიანე, მაგრამ ძალიან ბევრი მითოლოგიები უწერია და